შეკითხვებს უმრავლესობის წევრი ეკა ბესელიაუ პასუხებს საღამომშვიდობის ქალბატონო ეკა. საღამომშვიდობის მოგესალმებით. ქალბატონო ეკა, უპირველეს ყოვლისა, თქვენ როგორ შეაფასებთ თქვენს კოლეგაზე მომხდარ თავდასხმას, თქვენ თუ ხედავთ ამ ფაქტში პოლიტიკურ სარჩელს? პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა, რომ რასაკვირველია, არ შეიძლება მქონდეს განსხვავებული მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით და რასაკვირველია არ მიმაჩნია რომ მე რა მოხდა და რომ ეს არის ჩვეულებრივი რამ. არა, რა თქმა უნდა, ეს არის ის ფაქტი, რომელიც მიუხედავად იმისა, ვის როგორი განწყობა გვაქვს და რა პოზიცია გვაქვს, ეს არის სრულიად მიუღებელი, სრულიად აღმაშფოთებელი და დაუშვებელი ფაქტი. ნებისმიერი მოქალაქის მიმართ გამოხატული ძალადობა არის მიუღებელი და დაუშვებელი. ნებისმიერი მოქალაქის ხაზგასმით ვამბობ, მაგრამ მით უფრო, როდესაც პარლამენტის წევრს ეხება საქმე, რასაკვირველია, ერთმნიშვნელოვანია მთელი ჩვენი ხელისუფლების და გუნდის პოზიცია, რომ ასეთი ფაქტები არის დაუშვებელი და შეუძლებელია, რომ აქ ყველას არ გქონდეს სურვილი, რაც შეიძლება სწრაფი, დროული, ეფექტური და ობიექტური სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს. და ჩატარდება კიდეც, მე აქვე მინდა ეხა გამოვეხმაურო იმ განცხადებებს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში კეთდება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ბატონებო, მე მინდა თქვენ გითხრათ. ეს არ არის ის დრო, როდესაც ჩვენს კოლეგას, ვალერ დეპუტატს, ვალერ გელაშვილს დეპუტატს სასტიკად მართლაც სასიკვდილოდ ცემდნენ და მე ცინიკურ განცხადებებს აკეთებდით, მე საქმეს არ იძიებდით. ეს არ არის ის დრო, როდესაც ზურაბ აბაშიძეს დღისით ბზისით პოლიციის თანამშრომლები თქვენი დავალებით სასიკვდილოდ გაუსწორდნენ და ეს საქმე არ გამოიძიეთ. ეს არის ის დრო, როდესაც ჩვენ ყველა ერთიანად პრემიერ-მინისტრით დაწყებული და მისი განცხადება იყო დიახ, სრულიად შესატყვისი და ადეკვატური და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება იყო სხვა განცხადებები, ჩვენ გვაქვს ყველას ერთნაირი პოზიცია, რომ ჩვენ არ დაუშვებთ, რომ მსგავსი ფაქტები გამოუძიებელი რჩებოდეს და მე დარწმუნებულია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღო მთავარმა პროკურორმა, მე მას ცოტა ხნის წინ ვესაუბრე, დაიქვემდებარა მთავარ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა ეს საქმე გამოსაძიებლად და დარწმუნებული ვარ, ისევ როგორც სხვა საქმეებზე ძალიან ეფექტურად მუშაობენ, ამ საქმესაც გამოიძიებენ მოკლე დროში და გვექნება სრული სურათი რა მოხდა. მაგრამ მე მაინტერესებს რა გამოძიებას ითხოვენ ეს ადამიანები, როდესაც დღეს იგივე ბატონმა ბაქრაძემ და მისმა მეგობრებმა უკვე გამოძიება ჩაატარეს თვითონ, სახელის დაარქვეს, ბრალი წაუყენეს, ხელისუფლებისკენ ხელი გაიშვირეს, პირდაპირ თქვეს, რომ ეს ხელისუფლების და სპეცსამსახურების გაკეთებულია პოლიტიკური დავალებით, განაჩენიც გამოიტანეს. უკვე როდესაც თქვენ ერთ დღეში ამ გადაწყვეტილებას აცხადებთ და პრაქტიკულად ამთავრებლად გამოეცხადეთ ამ საქმის გამოძიება, აი მე რა მოლოდინები უნდა გქონდეთ და რა გამოძიებას ელოდებით, ნამდვილად არ მესმის. აი ეს არასერიოზულობა, ეს სულსწრაფობა, ეს პირდაპირ გამიზნული, მართლაც პოლიტიკური ტრიუკებით გაჯერებული პოზიციები მით უფრო მართლაც ძალიან ბევრ კითხვას ბადებს და მე ძალიან მინდა პროკურატურამ ძალიან მოკლე დროში შეძლოს მართლაც და დარწმუნებული ვარ რომ შეძლებს ეს საქმე გამოიძიოს და სახელი დაარქვას რა მოხდა ამ თემის კომენტირებისას დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა ვარაუდი რომ ეს შესაძლოა არ იყო ინდივიდუალური დანაშაული არის თუ არა საიშროება რომ ასეთი ფორმით ანგარიშსწორებამ პოლიტიკოსების მიმართ გარკვეულად სისტემური სახე მიიღოს პარლამენტის თავმჯდომარეს რა თქმა უნდა არ უგულისხმია ის რომ ეს თუ ერთეული თუ ინდივიდუალური შემთხვევა არ არის ეს იმას ნიშნავს რომ ორგანიზებულია ხელისუფლების მხრიდან რა თქმა უნდა მას ეს არ უთქვამს მე არ უშვებ იმას რომ სისტემური ხასიათი მიეცეს ამას პირველივე შემთხვევაში საგანგაშოა ჩვენ ყველას გვაქვს ეს პოზიცია რომ რასაკვირველია ყველა გარემოება იქნება გამოკვლეული მით უფრო როდესაც მანქანა ცნობილია მით უფრო როდესაც რამდენიმე ადამიანი ამ ფაქტს შეესწრო და ასე შემდეგ მიუხედავად იმისა კვალიფიკაცია მოწოს თუ არ მოწოს ბატონ ბაქრაძეს აქ კვალიფიკაციას დანაშაულის სიმძიმის ხარისხის მიხედვით განისაზღვრება და ეხლა თუ ძალით გვინდა დავამძიმოთ კიდევ უფრო მეტად სიტუაცია და წარმოვადგინოთ რომ აქვს მძიმე ხარისხის დაზიანებები აქაც უნდა დაველოდოთ ექსპერტებს ყველაფერს თავისი პროცედურა აქვს და იმის მიხედვით
მიხედვით რა мотивაციით, რა მიზნით და საერთოდ რატომ მოხდა ის რაც მოხდა, როდესაც ეს დადგინდება, შესაბამისი კვალიფიკაცია შემდეგ მიეცევა საბოლოოდ. პირველად რა მუხლით იწყება გამოძიება, ეს არ არის არსებითი და კიდევ ერთხელ მინდა უთხრა ამ ბატონებს. ნუ სულ სწრაფობენ და დაელოდონ გამოძიებას, თორე ამ სულ სწრაფობით აი ამ პირდაპირ ბრალდებები და ასე პირდაპირ უაპელაციოდ ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერით. ძალიან ბევრ კითხვას აჩვენენ მათივე ქმედების მიმართ. ჩვენ ყველა ვიქნებით, რა თქმა უნდა, იმ პოზიციაზე, რომ გამოძიება ჩატარდეს სრულყოფილად და პროკურატურა არის მონდომებული, ხაზგასმით ვამბობ, მათ ძალიან კარგად გამოხატული, სრულიად ლეგიტიმური ინტერესი აქვს, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული და იქნება გამოძიებული. დაველოდოთ ამ შედეგებს და ყველანი ნახავთ, რაც მოხდა. დიდი მადლობა ეკა ბესელიას ვსწრებდა კურიერის შეკითხვებს.